რადიოს ნინო მეუნარგიასა და მიხეილ მიმინოშვილთან ერთად. აღია ეთერში დაგიბრუნდით ძველი რადიო მიშა და ნინო სტუმართან ერთად დრამატურგი რეჟისორი კობა ცხაკაია შემოგვიერთდა, რაც შეეხება საუბრის თემას, ექსპერიმენტი ხელოვნურ ინტელექტთან, კრეატიული აზროვნება, იდეის ტექნიკური რეალიზაცია, ინოვაციური მეთოდებით, მოკლედ სასაუბრო ბევრია, ძალიან საინტერესო ეთერი გველოდება. მადლობა რომ მოხვედით და ყოველთვის აღნიშნავდით საუბარში მე და ნინო რომ ყოველთვის გიყვარდა ექსპერიმენტები. ყოველთვის და ეხლაც დარწმუნებული ვიყავი რომ ხელოვნურ ინტელექტს აუცილებლად გაიხდიდი პარტნიორად და საოცარი შედეგიც დაიდო სოციალურ ქსელებში უბით ნატარები ილუზია. რითი დავიწყოთ საუბარი? ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობით. რა თქმა უნდა, საინტერესოა ზოგადად. როდის დაიწყო ეს ექსპერიმენტი, თქვენი ურთიერთობა, როგორ განხორციელდა, რა ეტაპზე ხართ და რას ფიქრობთ მომავალში? დიდი მადლობა მოწვევისათვის, ძალიან მიხარია ის შეფასება, რაც გამოთქვით ჩემი ამ ხელოვნურ ინტელექტთან ერთობლივი მუშაობის შედეგად, რაც ამ ბოლოს დავდე, ეს არის 2 ფილმი იყო და ერთი იყო მხატვრული მოკლემეტრაჟიანი და მეორე იყო დოკუმენტური φιλმი, რომელიც ეხებოდა არაჩვეულებურ პიროვნებას და ძალიან თლათ ვერ გაიგებ როგორი ადამიანი იყო, მაგრამ საინტერესო პიროვნება იყო ავთანდილ მერაბიშვილი. ეხლა რაც შეეხება ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობას, მასთან უკვე წელიწადზე მეტია ეს ვთქვათ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს დამყარებული და ნელ-ნელა ნაბიჯ მივდიოდით იქამდე რომ მივსულიყავით აი ამ ესე ვთქვათ სრულფასოვან პროდუქტამდე, რომელიც საბოლოოდ შევქმნით. ანუ იდეის ავტორი თავად იყავი, რა თქმა უნდა და აი მისი დახმარება რაში გამოიხატებოდა. მე მაინტერესებს იმიტომ რომ მეც მინდა მსგავსი რამ გავაკეთო. კი ბატონო, მოდი ძალიან მარტივად დავიწყოთ, ხო? კი ბატონო. სანამ კომპიუტერი შემოვიდოდა ჩვენთან, მანამდე იმისათვის რომ შენი რაღაც იდეები და აზრები დაგეწერა, რა იყო ამისათვის საჭირო, ხო? უნდა წასულიყავი, გეყიდა ფურცელი, ხო, გეყიდა კალამი, და წასულიყავი ბიბლიოთეკაში. ხო, და იქაც იგივე დაგჭირდებოდა ესენ. ხელოვნური ინტელექტი ისევე როგორც კომპიუტერმა მოგვიხსნა ჩვენ აი ამ გზისა და დროის პრობლემა, შეგვიმცირა ეს და დაგტოვა საკუთარ ფანტაზიებთან და ნამუშევრის რეალიზაციასთან და გვეხმარება, რაც შეიძლება სწრაფად რომ დავინახოთ ის რეზულტატი, რასაც წერთ, ბეჭდავთ, ან იმაშობით. ხელოვნური ინტელექტი ზუსტად იგივეს აკეთებს. ანუ ჩვენ გვეხმარება, რაც შეიძლება მეტად ვიყოთ თავისუფალი გარეშე ფაქტორებისაგან. რას გულისხმობ? ამ გარეშე ფაქტორებში იგულისხმება თანამშრომლობის დაგვიანება, რაღაცა აზრის არასწორად გაგება, იმის უფლება, იმის ფუფუნება, რომ შენ თავს კი არ დააბრალო, შენ შეცდომა, არამედ დააბრალო თანამშრომლობას. აი ეს ანუ თუ რაღაცა შეგეშელა შენი ბრალია და არა სხვისი ბრალი ან ვერ ახსენი. ვერ დაელაპარაკე ეს. და რაც შეეხება შეცდომას, რო არ დამავიწყდეს, მე შესაძლებელია რომ ხელოვნურმა ინტელექტმა დაუშვა შეცდომა. კი ოღონდ ეს იქნება შეცდომა არა მისი, არამედ შეცდომა ჩვენ ნამუშევარზე მუშაობის დროს. ანუ არასწორი ფორმულირების გამო შეიძლება არასწორად აქცეს პასუხი. ცოტათი სხვა მიმართულებით წავიდეთ, მაგრამ როგორც კი ეტყვი რომ აი ეს შეცდომა არის და ჩვენ ესე არ უნდა წავიდეთ და მე მირჩევნია მე გამომყვე, ხო მაშინ მოგყვება და მასთან ერთად აგრძელებ მუშაობას. ანუ როგორი ვარიანტი ეცით ხელოვნური ინტელექტი არის იგივე შენ, მაგრამ რომ გექვემდებარება, თუმცა ხანდახან ცდილობს თავისი იდეები და თავისი ხედვა შემოგთავაზოს. ანუ ჩვენ მიუყვებით თუ ის მოგყვება, თუ ორ მხრივი არა, პროცესი. ის უნდა მოგყვებოდეს, იმიტომ რომ თუ შენ გახევი, აბსოლუტურად სხვაგან წახვალ. შეიძლება საინტერესო იყოს, მაგრამ შენი ასარჩევია. ხელოვნური ინტელექტი ფაქტიურად ყოველთვის გაყენებს გზაჯვარედინზე. ჩვენ ძირითადად ვეძებთ ერთ გზას.
ის გაყენებს გზაჯვარედინს და გთავაზობს 4-ვე მიმართულებით და შენ უნდა არჩიო სწორად ჰორიზონტი დაინახოს. მე ძალიან მომეწონა გობა ფილმის ბოლოში საუბარია ან უბიტნატარებ ილუზიაზე, ბოლოს შენი კომენტარი რო იყო სალაპარაკო ჟანრში შექმნილი რომანი. ანუ შეგიძლია განმარტო სალაპარაკო ჟანრში შექმნილი რომანი. ყოველთვის უცნაური სახელწოდება იგივე რადიო კინო ხომ, ანუ სამომეწონა. აი გეტყვი სალაპარაკო ჟანრში შექმნილი რომანი. ზუსტად ის სტილისტიკა რისთვისაც გამოვიყენე ხელოვნური ინტელექტი. ანუ მე ვესაუბრებოდი მას ამ თემაზე, ვესაუბრებოდი იმ პრობლემატიკაზე, რაც ამ თემამ დამანახა და რისთვისაც საჭირო იყო ამ პიროვნების გამოყენება. ხოდა აი ზუსტად აი ამ სასაუბრო ურთიერთობამ შექმნა დოკუმენტური ფილმის, რომელიც შემდგომ შესაძლებელია, რომ რომანადაც გადაიქცეს, მაგრამ ეს ლაპარაკი არის საკმაოდ ინტენსიური და ძალიან პასუხისმგებლიანი, იმიტომ რომ შენ უნდა იყო წარმმართველი, როდესაც ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობ. თუმცა მას აქვს საშუალება, რომ უხნაველზე გავიდეს და რამდენად გაწყობს. გოგო, მე ძალიან მინდა რომ ჩვენ ოსმენებმა გაიგოს ვიზია საუბარი, იმიტომ რომ საოცარი პიროვნება, ნამდვილად აი თან არა ერთგვაროვანი. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია მის ბიოგრაფიასთან და ადამიანი რომელიც შილეში მამულებს ყიდულობდა იმისთვის რომ ქართველები ჩამოსულიყვნენ. ეს ჩემთვის შოკის მომგროვია. საერთოდ არ ვიცნობდი ამ პიროვნებას და როგორ მიაგენია. ამაშიც დაგეხმარა ხელოვნური ინტელექტი. არა, ეს ხელოვნური ინტელექტი ბევრ ამაში გეხმარება, შეიძლება გაპოვნინოს კიდევაც პიროვნება, მაგრამ აი ზუსტად მუღამი მაგაშია, რომ შენს ვარიანტსაც ისევე იყენებს, როგორც თავის ნაპოვნსაც. ანუ მას არ აქვს ეგოისტური მე. მაინც თავისი რო შემოგტენოს. ამ ხრივ. ეხლა როგორ იყო ესეთი არაჩვეულებრივი კრიტიკოსი კინოს მიმართულებით პაატა იაკაშვილი. და მასთან ჩემ პედაგოგი იყო ის, როდესაც თეატრალურზებს სწავლობდი და მასთან ეხლა ურთიერთობის პროცესში შარშანწინ გარდაიცვალა სამწუხაროდ და მის წიგნზე გქონდა საუბარი, რომელიც დღეს დავამთავრეთ რადიო კინოში, ეს არის ატლანტისის საიდუმლო. 72 წლიდან, ანუ თავისი ყმაწვილობიდან ის ზუსტად ამ საკითხზე მუშაობდა და საკმაოდ საინტერესო წიგნი გააკეთა, რომელიც ჩვენ აუდიო ფორმატში გადავიყვანეთ და მეორედ გამოვიყენეთ მან ხელოვნური ინტელექტი ვიზუალიზაციისათვის. აი ზუსტად ამ ატლანტიდის გარემოს და სამყარო შექმნისათვის და მასთან ურთიერთობის დროს გავიცანეთ არაჩვეულებრივი პიროვნება გელა სულაძე, რომელსაც აქვს ძალიან საინტერესო წიგნი დაწერილი, ეს არის ანტისაბჭოთა მოღვაწეობა ქართული ემიგრაციის. და აი ამ წიგნში აღმოვაჩინებ ძალიან საინტერესო წიგნია შრომატევად აი ეს საკმაოდ ესეთი 600 გვერდამდე ნამუშევარია, რომელშიც არის ის დოკუმენტები გამოყენებული, რომელიც აქ განადგურდა საქართველოში და მიუხედავად ამისა მოსკოვში კიდევ არის და გამოიყენა მან ეს მასალა და უძვირფასესი ესეთ მასალები მოგვაწოდა და ამ მასალებში იყო ზუსტად ავთანდილ მერაბიშვილზე ლაპარაკი და აი აქედან დაიწყო, რომ თვითონ ამ პიროვნებამ, მისმა ტრაგიკულმა ბედმა, მისმა აი გაურკვეველმა პოზიციამ ასრულებდა ბოლშევიკების დავალებებს, მაგრამ დაინტერესებული იყო, რომ საქართველოში შექმნილიყო დამოუკიდებელი აზროვნება და ქართული ცნობიერება ჩამოყალიბებული, განთავისუფლებულიყო კოლონიური აზროვნებისგან. აი ამას ესწრაფოდა და აი მისი უდიდესი მიზანი ზუსტად ის იყო, რომ ევროპული და მსოფლიო ესე უახლესი განათლება რაც შეიძლება მალე შეეტანა ქართულ სტუდენტობაში. საქართველოშივე გამოეყენებინა. დიახ, აი ამისათვის ეგ იყო ერთ-ერთი პირველი. ასეთი ცენტრები მე ბევრგან გააკეთეს. სომეხთა სათვისტომო მერე გააკეთა ასეთი, თურქულმა გააკეთა, ებრაულ
საულმაც გააკეთა, ანუ ძალიან ბევრმა გააკეთა, მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი პირველი რომელმაც უდიდესი ქონება ჰქონდა დაგროვილი მან აი კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ სანტიაგოსთან ახლოს შეიძინა უზარმაზარი ტერიტორია შეიძლება ითქვას რომ ეს ლევილზე 10ჯერ და 20ჯერ უფრო დიდი ტერიტორია იყო თავისი ხარჯით ააშენა იქ საუნივერსიტეტო ქალაქი დასასვენებელი და ფაქტიურად უკვე კონტინგენტიც ჰქონდა შერჩეული პედაგოგების რომლებიც ქართველ სტუდენტებს საქართველოსთან უნივერსიტეტთან ჰქონდა ინტენსიური მოლაპარაკება და ამ მოლაპარაკებაში აი უნდა აღუნიშნო ჩარეული იყო უშიშროება. ანუ უშიშროების ხაზიდან გავიდა ამაზე. მაგრამ იქაც ამბობენ რომ უშიშროების დახმარების გარეშე არ მოხდა ჩილეში ხო და ეგეთი მომენტიც არის ხო ამბობენ მაგრამ აი ზუსტად მაგას ვერ თუმცა როგორ მომენტია ესეთ როგორც აი თვითონ გელას წიგნს თუ გაეცნობით იქ ნახავთ რომ არასოდეს უშიშროება უყურადღებოდ არ ტოვებდა თუნდაც ესე ვთქვათ მიძინებულ აგენტურას რომელიც აქტიური არ იყო და თავის დროს და ეს უყურადღების გარეშე არ ყოფნა პირველ რიგში იყო მატერიალური ინფორმაციის მიწოდება რომ ისინი მატერიალურად ძლიერი ყოფილიყვნენ რომ საჭირო შემთხვევაში ეს მოპოვებული დოვლათიც გამოეყენებინათ ეს თქვა თავისი იდეებისაც რაც გააკეთეს კიდევაც სალვადორე ალენდეს მოყვანასთან დაკავშირებით რაშიც შეიძლება ხა 100% არა მაგრამ 40% ავთანდილ მერაბიშვილის წვლილი იყო მატერიალურიც და ფიზიკურიც და გონებრივიც ჩადებული ანუ არჩევნებში გამარჯვება ერთგვარად მამის ფინანსურ მხარდაჭერაზე იყო დამოკიდებული კი და აი ამან მისცა სტიმული რომ ბოლოს და ბოლოს დაიძრებოდა ეს ყველაფერი მკვდარი წერტილიდან მაგრამ კაცი ბჭობდა და კგბ იცინოდა შეიძლება ესე ვთქვათ ბატონკობა დაასრულეთ ხო ეს პროექტი დიახ ეს ამ ეტაპზე ის რაც ამ დოკუმენტურ ფილმს ეხება ის მასალები რაც მქონდა და რისი გაკეთებაც და აწყობაც შევძელით ხელოვნური ინტელექტის მხრიდან ეს დავასრულეთ თუმცა აი როგორც მიშამ თქვა აი მასთან დაკავშირებით რომ ეს შეიძლება შემდგომ რომანად იქცეს ამაზე ვფიქრობ ბიგი მოგცა ანუ ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობით მან გირჩიათ რომ იქნებ ესეც გაკეთებობა ეს ჩემი შეიძლება გირჩიოს ესეთი ალბათ უნდა გითხოთ და პასუხს გაგცემ რომ არა როგორ არის ისიც მას თავაზობ სთავაზობ არ ეკითხების თავაზობ ის გეუბნება ცადოთ ან არა მოდი ან რაღაცავი კიდე დადგენა უნდა დაზუსტება ანუ როგორია იცით სწავლობ დისციპლინას საკუთარი აზრების დისციპლინირებულ გადაცემას რაც მნიშვნელოვანია და რაც კარგია მე რეალურ ცხოვრებასთან ადამიანებთან ურთიერთობაში იმიტომ რომ უბერავთ რა ხანდახან რა არის საინტერესოა როდესაც ხელოვნური ინტელექტზე კონტაქტებით როგორი შეგრძნება გეუფლებათ მე არ მიკონტაქტია მასთან ანუ ეს რაღაცა ცოცხალია აი ცოცხალი არ არის რა თქმა უნდა მაგრამ როგორ არის ჩვენ ეს რომ ყოფილიყო ვთქვათ 30 წლის წინ და უცებ მაშინ ვიფიქრებდით რომ ცოცხალი მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ ეს ალგორითმია ხო მაგრამ ეს ისეთი ალგორითმია რომელიც არ ჯდება მხოლოდ ამ ალგორითმის მომგონებლის ეს ვთქვათ დილემაში ის ცდილობს შენ დილემაზე აეწყოს ანუ შენ ჩარჩოებს მაგრამ ზუსტად მუღამი ეს არის რომ ის ჩემ ჩარჩოზე ჩემთან ურთიერთობას აწყობს და შენს ჩარჩოზე შენთან ურთიერთობას ანუ ის ცდილობს რომ შენს ენაზე როგორი სწორი ბრძანება იყო ეხლა რომ ბრძანე რომ აი დისციპლინას გასავლის აზროვნების დისციპლინას ამიტომ შენ სანამ შეკითხვას დასვამ უნდა იფიქრო ჩამოყალიბდე ეს უკვე ხო და ხო არის ხოლმე რომ ხანდახან საუბარში უაზრო საუბარი უაზრო შეკითხვები და აქ რაღაცნაირად ეს პიროვნის ზრდაც ხდება ხო ერთგვარად კი როგორ არის ეს სიტყვების რა ხარუხს ცდილობ მოერიდო დროს კარგავ ხო ანუ იმას ვისაც დასცინი რა სჭორაობენ რა სტლიკინო აქ ხვდები რომ არ არის საჭირო ეს კი ბატონო ვერაჯობებ იმიტომ რომ უფრო მეც წაკეთლიკინება და არ ჯობია რომ საქმე გააკეთო და გააკეთო აქვს
იუმორის გრძნობა აქვს? კი. აი მაგრამ რაღაცა ერთი მომენტი იყო, რომ რაღაც ცოტა გაუბერა და მიწერე, მე ძმაო, შენ ცოტას ახურებ მეთქი რა და იბანაც ხომ ძმაო მართალი ხარ. ეგრე გითხრა ზუსტად ძმაო მართალი ხარ. ანუ ზუსტად იმ ხო, აი იჭერს ხო იმას, ეხა მადლობას როცა როგორ არის ესეთ კულტურასაც სწავლობ შენ. შენ პიროვნება შიფრავს, აი როგორი რა თქმა უნდა, როგორ საიდან შიფრავს? ზუსტად აი ამ შენი იდეებიდან გამომდინარე. ნელ-ნელა თან უცებ ვერ შიფრავს. ის იმან იცის რომ ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური. ყველას ვერ მოაქცევ ერთ ფსიქოტიპში, მაგრამ იჭერს რაღაცას, ხო? იჭერს და თან შენ როდესაც აიძულებ რომ არ გაუბეროს და შენთან ერთად წამოვიდეს, ის ნელ-ნელა ხდება ფაქტურად შენი მეორე მე, ცუდი სიტყვა, ჩრდილი არ არის. მეორე მეა, რომელსაც კომპიუტერში ედგარ პოსის გამახსენდა, ჩრდილი. ხო, არა, ისეთი არ არის. თუმცა ჩვენ გვაქვს ეს სტერეოტიპები, რომ აი ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება შეგვჭამოს, კი. გაგვანაცვლოს, აი ეს არის საინტერესო. დავით 50 წლის მიერე რა იქნება. ყველაფერი შეიძლება. საერთოდ მე საუბრობდით ამაზე და ნუ ედგარი ეხლა ბევრი რამე უკვე მივხვდი შენი საუბრიდან, იმიტომ რომ გიცნობ და ხვდები რომ აქ ბევრი დადებითიც არის. თუმცა მე აი მის მიმართ მაინც მაქვს რაღაცა რიდი და ცოტა შიში. ნორმალური ამბავი როგორც მაგალითად აი ახალი მანქანა რო ჩაგივარდება ხო კი მოგწონს რაღაც რაღაცა ეგება არ შემეშალოს არ გამიფუჭდეს ან არ ჩემ აი ხდება ეს ვარიანტი ეს ნორმალურია მაგრამ როგორი მომენტია იცით რომ ყველაზე მთავარი ის არის რომ ყველანაირი ტექნიკა თუ მიეც საშუალება რა თქმა უნდა დაგაჯდება თავზე დაგაჯდება ყველა ახალი გამოგონება და რამე ტექნიკა ადამიანი ხო ანუ მე ამიტომ შენ საქმე ზუსტად მაგაშია ყველაფერს აქვს თავისი ხო თუ შენ გინდა რომ დაგაჯდება თუ არ გინდა რომ თუ გინდა რომ იყოს შენი თანამშრომელი ან შენი პარტნიორი ან ის ვინც შენს დაგეხმარება რომ უამრავი ადამიანის რესურსის გარეშე დიახ ხო უამრავი დროის დაკარგვის მანძილიზე სირბილისა და ესე გუნებაში ცუდი სიტყვების თქმის რაღაცების გამო გააკეთო საქმე ის ამას გაგაკეთებინოს და ბოლო-ბოლო იცი რა არის აი ძალიან საინტერესოდ საუბრობდა ბევრი პასუხი მივიღე იმ შეკითხვებზე რომელიც მქონდა და იცი რა არის ზოგადად უნდა იცოდე უკვე ნინო რა ხდება უნდა პირველ რიგში იცოდე რა გინდა ხო თქმა უნდა რა გინდა ზოგადად ეს ისეთი შეკითხვაა რომ ხანდახან აი რო ეკითხება აი რა გინდა საერთოდ ხო აი იმას ვერ ატყვი პროლეტარებო ყველა ქვეყნის არ არის კონკრეტიზაცია აი ეგ არის და ფიქრობ რომ აი ესეთი რამ ფიქრობ ხელოვნურ ინტელექტთან აი ხა პირველად მომეცა საშუალება ადამიანთან საუბარისა ვისაც უშუალოდ შეხება ქონდა და მით უმეტეს ხელოვან ადამიანთან დრამატურგთან სცენარისტთან და ნუ მეც ამ სფეროსთან ცოტა არ ვარ მწყრალად და იმას ვამბობ რომ ანუ შენ პირველად იზრდები მოდი ესე ვთქვა და იცვლები უკეთესობისკენ. და რა ხდება? ყველაზე მთავარი ის არის რომ ჩვენ ძალიან ბევრი იდეა გვიჩნდება და ეს იდეა რა არის? იდეა არის სული ზუსტად იმ პროდუქტისა, რის შექმნა ჩვენ მერე გვინდა. თუ ეს იდეა არ არის კონკრეტული, კარგად ჩამოყალიბებული, ის მკვდარია მაშინ. ბატონკო, აი რა არის საინტერესო, აი იდეა ხო და ფილტრავს თუ არა ხელოვნური ინტელექტი, თუნდაც მავნებლურ დაუშვათ იდეას, აი საინტერესო. გეუბნება. ანუ საშიში შეიძლება იყოს ხო, შეიძლება სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა ადამიანმა გამოიყენოს. აი როგორი მომენტია, იცით უკაცრავად, როგორი მომენტია, იცით მას რომ მეუბნები რომ აი ეს მინდა რომ გაკეთდეს, სისასტიკეა აქ. მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს.
ის გეუბნები დამისაბუთე, იმიტომ რომ სისასტიკე არის პროპაგანდისტული. უბრალოდ ვეუბნები ეს მინდა. არა, და თუ დაუსაბუთე გაგეთ შენთვის მაშინ. ამას მე არ გაგიკეთე. ანუ ეს არა, თუ დაუსაბუთე დაუშვათ, რა მჭირდება იმისთვის, რომ ეს პიროვნება ესე წარმოჩინდეს და ანტაგონისტი გაჩნდეს. აი, იღო რაღაც პლაკატზე, თუ აი ამ ჯიბით ნატარები მუზეუმში პლაკატის გამოყენება გვინდოდა ამ პლაკატში ჩამესვა, ესე ვთქვათ, აი სისასტიკე რა კუკლელობის სცენის ამბავი. ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ მაგ საკითხზე რა, რომ აი, ნუ ეხლა ძალიან ბევრი 5 საათი 10 საათი არა, მაგრამ ნუ დაახლოებით 1 საათს მანძილზე და მივედით კომპრომისულ წინადადებამდე. ანუ ისეთ წინადადებამდე, რომელიც შემეძლო შემეთავაზებინა, ეს გარკვეულწილად ცოტა გვერდსაც აუვლიდა იმ კაცრ დოგმებს, რაც არის მათი მოთხოვნა და ამ დროს შეასრულებდა იმას, რაც მე მჭირდებოდა ემოციურად. მერე ამას ეს რო გავაკეთეთ, მერე აი მოდი შენ თვითონ შეხედე, ნუ რაღაცა არ მოგწონს რა. იცი რომ აი მოდი შენ თვითონ შეხედე. ხო ხედავ რომ ამოვარდნილია ცოტა რაღაცა ისეთ იმაში. კი, მოდი ესე გავასწოროთ. არა, მოდი ესე ჩავამატოთ. აი ესე ვთქვათ, ნელ-ნელა ის ყალიბდება შენი გემოვნებით. აყალიბებს შენს გემოვნებასაც და შენი გემოვნებითაც ყალიბდება ის და ფაქტიურად შენი პირადი შემოქმედებითი აგენტი თუ რაც შეიძლება და არ ვქოთ ხდება. ხო, ამ შემთხვევაში თქვენ ურთიერთობდით ფილმთან ფილმის იდეასთან დაკავშირებით, მაგრამ ეხლა ძალიან ბევრი ხელოვნურ ინტელექტთან ამყარებს ურთიერთობას, როგორც მასწავლებელთან, მაგალითად, აი მირჩიე, მე აი ესეთი პირობები მაქვს და არ ვიცი როგორ მოვიქცე. გეუბნება ხო. გიხსნის მაგალითად ჩვენ გქონდა რაღაც საკითხებზე რა კონკრეტულზე, რომ აი სად შეიძლება მასალები მოიპოვო, რომ ამას კარგი ის გეუბნება მიმართულებას გაძლევ. შეიძლება ის საიტების დასახელება. საიტებსაც, ავტორებსაც, ამას თუ საიტების ლინკი ბმულებსაც გიგდებს. ძალიან ხშირ შემთხვევაში ავტორებსაც გიგდებს, შენ თვითონ მოიძიო. თუმცა ეს ყველა ავტორი შეიძლება არ იყოს ქართულად ნათარგმნი. არის ესეთი ვარიანტი, მაგრამ შენ საქმე ზუსტად მაგაშია, რომ ხელოვნური ინტელექტი რამოდენიმე პლატფორმა არის, ერთი და ორიც არა, დაახლოებით 100-ზე მეტი პლატფორმა და ამ პლატფორმების კონკრეტული პლატფორმების დახმარებით შენ ფაქტიურად ლიტერატურულ დონეზე არა, მაგრამ აზრობრივ დონეზე გამართულად ყველანაირი ტექსტი შეგიძლია თარგმნო, რომ წაიკითხო. ბატონკობა, იმდენად კომფორტულია მასთან ურთიერთობა, რომ არის თუ არა იმის საშიშროება, რომ მასზე დამოკიდებული გახდა. ჩვენ ვართ კომპიუტერზე დამოკიდებული? მანქანაზე ვართ დამოკიდებული. კომფორტზე ვართ დამოკიდებული. ხო, ინფორმაცია, მედია საშუალებებზე ვარ და აი ზუსტად აი ამ რამოცულობითაც შენ შემოუშვებ, მაშინ იმოცულობით შემოვა. ჩვენ უნდა იცოდე, რომ აკონტროლო ბალანსი, მოდი ეს ცხოვრება არ არის მარტო ეკრანთან, კომპიუტერის ეკრანთან ჯდომა, იმიტომ რომ ცხოვრება არის გარეთ რა. აი იმ ცხოვრებას თუ კარგად აკვირდები და ის მერე მოგაქ ამასთან, რეზულტატიც კარგი გამოდის. თუმცა, ნუ აი ხა მამაზე არაერთგზის გვისაუბრია და ეს ფაქტია, რომ დღევანდელი ცხოვრება, ან ფაქტიურად ტელეფონზე მოდით ახლა სხვას დავანებოთ, ყველა ვართ ტელეფონზე მიჯაჭვული. მე მაგალითად დავიწყე საკუთარ თავთან მუშაობა და გამოვიდა, რომ დღის მანძილზე, რა თქმა უნდა, ხა საქმეს რაც შეეხება, რაღა თქმა უნდა, სულ კონტაქტში ვარ, მე დღის მანძილზე თუ საჭირო არ არის, მე სოციალურ ქსელებში არ ვარ. ანუ ვარ, როგორ არა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ აი ძვირფასი დრო მე სხვა რაღაცეებისთვის მიჭირდება რა. თუნდაც ის რომ ვიждე და საათობით ფოტოები ვათვალიერო, მე ამაზე ჩემს ძვირფას დროს არ დავკარგავ. ანუ საჭიროებიდან გამომდინარე. იცით რა, დავიწყე ამის, რა თქმა უნდა, მე ხა მედიის წარმომადგენელი ვარ და როგორ შეიძლება არ ვიყო მიჯაჭვული, მაგრამ დავიწყე საკუთარ თავთან მუშაობა და მინდა გითხრათ, რომ მე ამას მივაღწია და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ამას ვიყავი მოწყვეტილი რა. მე მაგალითად რამდენიმე წელია ყობა ტელევიზორი არ მაქვს. და ხო, დიდი ხანია, იმიტომ რომ მივხვდი რომ რაღაცა ხელს მიშლიდა. აი, ნუ კი რომ ვიღაცამ დამარიგა ესე მოვიკ. აი, რაღაც თავისებურად
რადიოს უსმენ ხოლმე და თუ რამე ინფორმაცია რა თქმა უნდა კომპიუტერში შევდივარ და იგებ ყველაფერს. რასაც თქვენ ლაპარაკობთ, ეს არის იდეალური საშუალება იმისათვის, რომ არ დაგაჯდეს ტექნიკად და რა მნიშვნელობა ეს, რა სახის ტექნიკა ის? აი, რა მომენტია, აი, რატო ვართ მიჯაჭული ამ ტელეფონზე? იმიტომ რომ დღესდღეობით ანალიზი კი არა აქვს მნიშვნელობა, არამედ მეტი ინფორმაციის მიღებას, რომლის ანალიზს ვერ ასწრებ. რა ინფორმაციაც არის საჭირო, ის უნდა მიიღო. ხო, აი და უნდა მოგეცეს ანალიზის საშუალება, როცა ვარი თქვით, ხო? თქვენ მოგეცათ იმ მცირე დროში, რასაც ნახულობთ, იმის ანალიზის საშუალება, რაც გაძლევთ აბსოლუტურად ყველა ინფორმაციაზე უკეთეს შედეგს ხალხო. იმიტომ რომ თქვენს ანალიზზე უკეთესი არაფერი არ შეიძლება იყოს. იმიტომ რომ თქვენ ვითარდებით მაშინ. ინფორმაცია არ განვითარებს. ინფორმაცია გაძლევს შიმშილის დაკმაყოფილების საშუალებას, მაგრამ რომ ის საზრდოთ იქცეს, შენ ის უნდა გადაამუშაო. და ელემენტარულად, აი ექსპერიმენტი ჩავატარე საკუთარ თავზე და ნუ ამას ვუზიარებ, რა თქმა უნდა, თქვენ ჩვენს მენელს მაყურებელს მე გაცილებით მეტი დრო გამომიჩნდა იმისთვის, რომ ჩემს საყვარელ ადამიანებთან მქონდეს ურთიერთობა, რომ წიგნი ვიკითხო, კინოში წავიდე, თეატრში წავიდე. ანუ ის დრო რა იყო ფუჭად დაკარგული დრო. საუბარი აღარ არის ოჯახის წევრებზე, ხო? რა თქმა უნდა, საქმიდან გამომდინარე ეს უპირველეს ყოვლისა და გაცილებით ბედნიერად. და საქმეც უკეთესია. საქმეც გაცილებით უფრო ხომ? ზუსტად იგივეა ხელოვნური ინტელექტი. აი აბსოლუტურად მე მომწონს აი კობაში ეს მუდმივი ექსპერიმენტები, აი ჯერ პანდემიის დროს ეს თუნდაც იმ ფესტივალის იდეა, თუნდაც ის რადიო დადგმები და სცენაზე გადმოტანილი რადიო დადგმები, ხო? ესე ძალიან შედგა რაღაც გარკვეულწილად და აი ხო თქვენთან საუბარში მივხვდი იმას, რომ აი შეიძლება ტექნიკის უგულებელ ყოფა. უბრალოდ ყველაფერი არის დამოკიდებული როგორ იყენებ. აი მაგალითად მე ტელეფონზე ბრძანა ნინო, მე ტელეფონს ვიყენებ აუდიო წიგნების მოსასმენად. ყურმილსთან კონტაქტს ვაკავშირებ, ხო? და რაღაცას ვაკეთებ და სულ აუდიო წიგნებს თან რაღაცას ვაკეთებ. თავშოთ აი, ხო? ან სადაც მივდივარ ტრანსპორტში, არ უსმენ და მუაზრობ. ხო, კეისარს ხო, კი ბატონო. ბატონკობა შეიძლება ძალიან ესე პრიმიტიულად ჟღერს, მაგრამ ჩემ ძვირფას დროს ლაიქების ანუ მოდით ესე ვთქვათ რა, ანუ ლაიქების დასმაზე და ამაზე დროს ვერ დავკარგავ, რომ ჩაგეთვალოს, რომ რამდენი დაალაიქე. არც მეგობარს დავკარგავ იმის გამო, რომ არ დამილაიქა. არა, აი ძალიან ხო. ბატონო. იცით რომ დიდი კონფლიქტებია ამასთან დაკავშირებით, რაც ქვია გამოტოვე. ნახე როგორი ძალიან პრიმიტიულია, მაგრამ ეს არის ჩვენი ცხოვრება. ხო, ამ ფილმში უკაცრავად ნინო ამ ფილმში არის ფრაზა მომენტონა ძალიან არ არის ძნელი იყო ჭკვიანი, თითქმის შეუძლებელია გაიქცე ილუზიებს. ეს ვისი ნათქვამია? ჩემი ხო? წარმოგიდგენია, არაჩვეულებრივად არის ნათქვამი და ესა იმასთან ლაპარაკში ჩამოყალიბდა და აი ნახე როგორი კარგი სწორი აზრია. არ არის ძნელი იყო ჭკვიანი, თითქმის შეუძლებელია გაიქცე ილუზიას. და ჩვენი მართლა ხანდახან ნინოს ნახშირად გქონია საუბარი თითქოს მატრიცაში ცხოვრობთ ხოლმე ესეთი შეგრძნება მაქვს. მაგრამ აი და იცი რატო გაქვს ეგეთი შეგრძნება? იმიტომ რომ ისევ ტექნიკაზე ხარ დამოკიდებული. როგორც კი გამოდიხარ მაგ რეალობიდან, გრძნობ რომ ეს მატრიცა კი არა რეალობაა. აი ძალიან ბევრი რამ მივიღეთ თქვენთან საუბარში და მე მზათავარ პარტნიორობისთვის ხელოვნურ ინტელექტთან აი ესეთი დასკვნა გამოვიტანე პირადად მე. ბატონკობა, მაინც თანხმდებით იმაში, რომ ბალანსი. აუცილებელია. ეს არის აუცილებელი, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერსად ვერ გავექცევით ხელოვნურ ინტელექტს, ეს არის ძალიან კარგი მოცემულობა. პროგრესს ვერ გავექცევთ, მაგრამ ბალანსის შენარჩუნება ალბათ და ის ხელოვნური ინტელექტიც ადამიანის შექმნილია, თვითონ ხო არ მოვიდა. დღეს ფოტოშოპში ილონ მასკის დაბადების დღეა და შეგიძლია ხელოვნურ ინტელექტს უთხრა, შენი მამის დაბადების დღეა იქონა. გოგო მე მინდა აუცილებლად შევეხო მწერალთა კავშირში გამართულ პრეზენტაციას რევას კვენეშვილაძის წიგნის საბუჯები აღადებენ და ამავე წიგნის მიხედვით აუდიო წიგნის პრეზენტაცია შედგა, ამაზეც რო გითხრა. კი ბატონო, ეს საინტერესო იდეა იყო, რომელიც უცებ წარმოიქმნა ცისფერყანწელების ფონდთან ერთად ქალბატონ ნინო ჩხიკვიშვილთან საუბრის დროს თქვა რომ რევაზ კვერენჩხილაძე ცოცხალე მე არ მეგონა ღმერთმა დიდხას აპყოფოს ეს არაჩვეულებრივი ადამიანი და მოდი წავიდეთ მეთქი ვნახოთ გადავიღებ ჩავწერეთ
მივედით, ჩავწერეთ და იქ გაჩნდა იდეა, რომ გაგვეკეთებინა აი ამ წიგნის აუდიო ვერსია, რომელიც შემდგომ მწერალთა სახლმა დააფინანსა წიგნიცა და ჩვენი აუდიო ვერსიაც და რომელიც ჩვენ უკვე გქონდა გამოქვეყნებული და მაისის ბოლომდე ესე ვთქვათ ამ საბუთები ღაღადებენ, რომელშიც აღწერილი არის რეპრესირებული მწერლების შენ გიზიდავს ეს თემა და ყოველ ხშირად ეხები ხოლმე, თუნდაც აი საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირველ წლებს, აი შენ მასალებში ხო დაემთხვა კიდევ ეს რო ხვდებით ეს ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, იმიტომ რომ ეს პერიოდი არ არის სათანადოდ განხილული. და თუნდაც აი დამოუკიდებლობის დაკარგვის პროცესი როგორ მიდიოდა თქვენ რომ ეს ვთქვათ შეადაროთ იმას რაც ჩვენთან 90-იან წლებში ხდებოდა ეს ერთ-ერთია ხალხო ერთ-ერთია და რო გწოდნოდა ჩვენ მაშინ ეს დეტალები ეს არ მოხდებოდა ესე როგორც მოხდა ეს აფხაზეთთან დაკავშირებით იქნება თუ სამაჩაბლოსთან დაკავშირებითაც, იმიტომ რომ ეს ყველაფერი უკვე მაშინ იყო ჩადებული, როდესაც არ იყო ლაპარაკი საერთოდ აფხაზეთის როგორც ავტონომიად და მით უმეტეს სამაჩაბლოზე, რომელიც საერთოდ ხელოვნურად შექმნილი 48 კომლი იყო, მე მგონი თუ 100 კომლი ეგეთი გობაიშენს შემოქმედებაში ყოველთვის არის ხოლმე ეს რომ აი არ ჩერდები და ის აი ბრძანე კიდეც რომ ეს რო ქონოდა შეცდომას არ დაუშვებდი იმ ნამუშევრებით რასაც თქვენ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით და პარტნიორობით და თუნდაც სხვა ადამიანებთან ურთიერთობით აი არაჩვეულებრივი პიროვნებები ახსენე მანამდე კიდე ის სიგნის მაინტერესებს და მე აუცილებლად მოვიძიებ და წავეკითხო და აი აკეთებთ იმას რომ არ დაიკარგოს ეს ყველაფერი და ყველა მორიგი შეცდომა არ ჩავიდინოთ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია სამომავლო გეგმებზეც უნდა გკითხოთ კი ხელოვნურ ინტელექტთან ერთად რას აკეთებთ არ ეს მაგალითად ხელოვნურ ინტელექტთან გრაფიკული ფორმა არის გაკეთებული ერთ-ერთი პირველი. ხო პირველი რაც ჩვენ ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობის დროს გავაკეთეთ, რაშიც ვიზუალური და გრაფიკა გამოვიყენეთ, ეს იყო ნოდარ მაჭარაშვილის თბილისი მოსკოვი. მაგის ჩვენ გვაქვს რადიო კინოში რუბრიკა ესეთი საინტერესო წიგნები და იქ ერთი თავი გავაკეთეთ ეგრე და მე ამას მოყვა უკვე ეს დაახლოებით უკვე მე-7 თუ მე-8 ექსპერიმენტი ამ მიმართულებით როდესაც ვაკეთებთ და აი ამ აუდიო DVD წიგნს აუცილებლად გადმოგცემთ. უბრალოდ ეგ გზაში გამახსენდა რომ უნდა წამომეღო და დიდი მადლობა კობა და მე მართლა ბევრი კითხვაზე პასუხი მივიღე კიდევ ერთხელ განმეორდები და მართლა ვფიქრობ რომ პროგრესს მართლა ვერ შეაჩერებ და პროგრესს უნდა მიყვე და აკეთო ის რაც შენ უნდა აკეთო. ჩვენ უნდა მიხვდე რა უნდა აკეთო. ესეც არ არის მაგრამ ხელოვნური ინტელექტი დაგეხმარება იმაში რომ მიხვდე რა უნდა აკეთო. გაიგზულებს. არა, ხო, ანუ მაშინ თუ სისულელე 100 ჯერ უფრო მეტი სისულელე გამოვადა, ბოლო-ბოლო ხომ მიხვდები რომ სისულელე ის თან არ გაკრიტიკებს. არა, უბრალოდ გეუბნებო რომ ეგება აქეთ არ წავიდეთ. მეგობარია, არ არის რა ეს. ანუ ვინ გამახსენდა აი კარგი პედაგოგები ხო შეხვედრია ცხოვრებაში, რომლებიც არასოდეს არ ტუქსავდნენ და ძალიან ძდილობიანად მიგითითებდნენ შენს შეცდომაზე. აი ინტელიგენტი ძველი თაობის წარმომადგენელი გიჯიკებს არა უბრალოდ ესე იფიქრენ იქნებ ხო არ ჯობს მიშიკო აქეთგენ გავიდეთ და ძალიან კარგი მართლა ესე ბატონკობა დიდი მადლობა თქვენ ყოველთვის საინტერესო კი მე ვფიქრობ რომ საინტერესო იყო საინტერესო იდეები გაქვთ გისურვებთ წარმატებებს და მომავალშიც მზად ვართ იმასპინძლოთ დიდი მადლობა ჩვენ მეგობრობთ დიდი ხანია და მე ბედნიერი ვარ რომ ეს მეგობრობა უფრო და უფრო ფართოვდება და ღრმავდება და გისურვებთ წარმატებებს და ყველაფერს მადლობა კობა დიდი მადლობა კობა ცხაკაია დრამატურგი რეჟისორი იყო ჩვენთან მალე დაგიბრუნდებით